დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ეგრე არა, როგორ ვაკეთებ ხოლმე თაკო, ჭავჭანი. არა, შეიძლება ითქვას, რომ არის ასრულ და ოცნება, ხო? არის ასრულ და ოცნება თაკო გილოცსა ზე კოსმენი მონაწილე გასწორდა. ესე იგი რა შეესაქმე მე მგონი მაყურებელი მაყურებელი ყველაფერი ძალიან კარგად ყველაზე გამოცდილი ესე შეგვიძლია თქვა ხო? არასკევს 22 საათზე გახდი ვარსკვლავის მე-7 სუპერფინალისტი თაკო ჭავჭანიძე ჩვენთან არის თაკო გილოცსა მართლა მთელი სულით და სხვადასხვა 7 საკითხია მისთვის ბედნიერი აღმოჩნდა და ჩვენი სტუმრები არიან ასევე ორი ახალი მონაწილე რომლებიც დაემატებიან ამ პარასკევს ილია კოტრიკაძე და ილია აბესაძე მოგესალმებით აბა როგორ ხართ შემართება თქვენი კი კარგი თუმცა ნერვიულობა დამეწყო მაშინ როცა პარასკევს დამთავრდა მე-7 ლაივი და იმ წამს დამეწყო მივხვდი რომ მეორე დღეს შენ უნდა მოხვიდე რეპეტიციებზე არა თან გეტყვი რატომაც დაიწყება და ნერვიულობა მე არ შემიძლია რო არ თქვა როგორ მონაწილეს დავემშვიდობეთ პარასკევს იმიტომ რომ მოხიბლული ვარ ამ მომღერლით ადამიანით ყველაფერი ხელს უწყობდა იმისთვის რომ ნამდვილად შეეძლო გადასვლა შემდეგ ეტაპზე და ზუსტად ვიცი რომ ვარსკვლავით გახდება ქრისტინე რესტაკიანზე კიდე ეს კიდე ერთხელ ნიშნავს რომ არ არის აუცილებლად ხო ნამდვილად ისეთი ადამიანები ტოვებენ ამ კონკურსს რომელსაც ყველანაირი მონაცემი აქვს და ის რომ არ გაგიმართლებს თქვა კონკურსში არ ნიშნავს რომ რამით დაკნინდა ესე ვთქვა ჩემი შესაძლებლობები ეს უნდა მეთქვა ასე რომ ნერვიულობის საბაბი როგორ კარგადაც არ უნდა იმღეროთ მაინც გაქვთ იმიტომ რომ კონკურსია და შეიძლება ძალიან კარგად იმღერო ყველაფერი კარგად გააკეთო იცეკვო მოხიბლო ჟიური მაგრამ სამწუხაროდ გამოეთიშო კონკურსს ამიტომ როგორ ემზადებით ეხლა ვაიმე აი შესავალი ნახე ხა პარასკევს როგორები იქნებიან და არც ერთი არ დატოვებს ცუდი ნეგატიური ემოცია დავტოვეთ ამ წამს ხო ხა ყველაფერი კარგი დაგვრჩა მარტო ანუ ეს არის რეალობა და ამიტომ გითხარით როგორ ემზადებით იმისთვის რომ ესე არ მოხდეს ანუ იქიდან გამომდინარე რომ დიდი ხანი ქონდა მოსამზადებლად დრო უფრო შემართებით ვარ მაგრამ აი შაბათს უკვე მივხვდი რომ ცოტა ეს ამიფორი აქვს და ხო მაგრამ სასიამოვნო იმიტომ რომ კარგად ჩაევრის ყველაფერი ზუსტად ვიცი თან თქვენ ყველაფერი იცით ნასწავლი გაქვთ ტექსტები რაც თავარია მაგაზე ნერვიულობა არ გვიწევს რაო ილიაო რაო არ მოგწონსო რეპერტუარი სუგოგოების სიმღერები არისო რაო მითხარია რაღაც სიმღერები ანუ თავიდან რომ ნახე აი მაგალითად ბარნ და სხვა სიმღერები არ მომეწონა მაგრამ რომ გავითავისე უკვე დამუშავების დროს მივხვდი რომ კარგი მაგრამ მე ხა ელენე კალანდაძესთან ერთად გადაცემაში დაყვარის ეს მუსიკალური არა მაგრამ ვიცი ეგრე არის ბევრი ეგრე მოსულა ჩემთან აუილენე რაღაცა არ მომწონს ხომ არ შევცვლით არა არ შევცვლით საკუთარ თავზე ირგებენ შენ რა თქმა ეს ამ კონკურსის ერთი პლუს სპეციფიურობა მდგომარეობს იმაში რომ შენ დაუშვათ სხვა კონკურსებში გამოდიხარ იგივე ეს არის ნიჭიერი თუ რაღაცა შენი გამზადებული სიმღერა რომელიც შენზე არის მორგებული და აქ პლუს უნიკალურობა არის იმაში რომ ის სიმღერა უნდა მიიღოს როგორც მოცემულობა რომელსაც თავაზობენ პლუს ექსტრემალურობას ეს კიდევ უფრო უმატებს ნამდვილად ეგრე არის აბა მარიამ შენ რას გვეტყვი? ხო, მე არ ვარ მიჩვეული ესეთ რეჟიმში მუშაობას, თუმცა ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სიმღერები, თამეხმარებით იმათ, ვინც არიციან, იმიტომ რომ მათაც ძალიან რთულია, როცა ერთ კვირაში უნდა ისწავლო, რა ვიცი, არც კი ერთ კვირაში, გთხოვენ ორ დღეში უნდა ვისწავლოთ 8 სიმღერა და ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის ეს ყველაფერი. ეს არ ვიცოდი, ცოტა კი, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ეს ყველას და ერთად მუშაობა და რა ვიცი იმასთან ერთად რომ ძალიან რთულია, თან არის ძალიან მხიარული, ძალიან კარგი და ძალიან კარგი მოგონებები დაგრჩება. ეს არის ყველაზე კარგი ჩემთვის. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი. ამ ყველაფრის გარდა რომ თვითონ მონაწილეობას ბედნიერება, იმიტომ რომ ესეც სცენაზე ხარ. რა თქმა უნდა. ესეც დღესასწაულია და საჩუქარი და პლუს ახალი მეგობართა წრე ჩდება, რომელიც დარწმუნებული ვარ ამ კონკურსის მერე ერთი დიდი სამეგობრო წრე გაჩნდება, ხო ეს ნამდვილად. იმდენად რთულია მართლა რომ მგონია რომ ამის მერე რთული დავალებები ცოტა უფრო მარტივი მოგეჩვენებათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნერვიულობა გიწევთ. თაკო არის ის მონაწილე, რომელიც მართლა იმსახურებდა და ყველა ლაივზე იმდენად აი უფრო და უფრო წინ მიდიოდა, რომ ამას აღნიშნავდა ყველა ჟიურის წევრებიც, მაყურებელიც, აი ეს არისო რომ პირველ ლაივზე კარგად იმღერა და შემდეგ თქვათ სულ იგივე
იყო. სულ იყო სხვადასხვანაირი რეპშიც ნუ ისე გარეპათან სხვადასხვა ჟანრში მიდიოდა წინ. აი შენ პირადად გარდა იმისა რომ მოიგე პრიზები გადმოგეცი არაჩვეულებრივი, როგორ შეაფასებ, იმიტომ რომ უკვე ეს წინსვლა სახეზეა, ხო? შენ თვითონაც ხვდები ამას, ალბათ მარტო სხვები არ ხედავენ. ცოტაშოი ძალიან დამაკლდება რეპეტიციებზე ყოფნა. დიდი სიამოვნებით არჩებოდი კიდე ორ ლაივზე და მე გადავიდოდი სუპერფინალში. ადგილი უარს არ გეტყვი. არა, მარტო იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ მართლა არ მინდოდა, კიდე მინდოდა, რომ პროექტში ყოფილიყავი და ის რეპეტიციები და სიამოვნებას რასაც ვღებულობთ, კიდე განმეცადა რა. თან იცით რა არის, მინდა მაყურებელს უთხრა, რომ თაკო არის ერთ-ერთი ის მონაწილე, რომელიც აი ზუსტად როგორც თქვი, ბერამაც და ზაკმას აღნიშნეს, რომ აი პირველი ლაივის შემდგომ აი სულ იზრდება საოცრად, აი საოცრად პროგრესირებს. თქვა, გახსოვს რომ თქვი რომ აი ეს 30 წამის მომენტზე და ეს მნიშვნელოვანი რაღაცა ამ კონკურსმა დამაფიქრა ერთ რამეზე, რომ ჩვენ ადამიანები ისევ ცხოვრობთ, რომ ხანდახან წამმა ცირედ რომ დაკარგა მნიშვნელობა. და ამ კონკურსში უძებ გამიჩნდა რომ 30 წამი რა მნიშვნელოვანია ეს ცხოვრებაშიც გამოგვადგება გესმის გენერალ. ნამდვილად ეგრეა. და ეხლა თაკო აი შენ რაზე გააკეთე აქცენტები? შეიძლება აქამდე რაღაცებს იმხელა ყურადღებას არ აქცევდი, ხო? მაგალითად შეიძლება გეფიქრა იმაზე რომ ვოკალურად შენი ნამღერი უნდა ყოფილიყო გამართული, მაგრამ სცენას სხვა რაღაცებიც სჭირდება, ხო? როგორც თქმა უნდა სხვა რაღაცა სჭირდება, ეს არის მოძრაობა, რაც ძალიან მიჭირდა სცენაზე. ნერვიულობის ფაქტორი და ნელ-ნელა თითქოს გადავუახე და წინ მივდიოდი ამ ხრივ, იმიტომ რომ ნუ ძალიან მიშლის ეს ნერვიულობა ხელს. როგორც ყველას. კი, ნამდვილად. თეი ყველა ჟანრს მოერგო საბოლოო ჯამში, ხო არ რომელიღაცაზე ვიტყვი, ერთ-ერთზე შემიძლია ვთქვა, რომ ვერ ერგება თქვა როკს ან პირიქით ისეთ ბალადებს ვერ ერგება. აი ზუსტად ეს მოხდა თაკოში, რომ იმდენად კარგად შეისის ხორცა ყველაფერი, იმდენად ყურადღებიანად გისმეს, რომ გაიზარდა, გოგო გაიზარდა ყველა ჟანრში და აი მოერგო რა, ეგ არის ყველაზე სასიამოვნო. ეხლა თავი ქუჩი რო გაგშენ, უთხარი შენ მეგობრებს რჩევები უთხარი, რაზე გაამახვილონ ყურადღება. რჩევები, სადაც რჩევებს რაც შეეხება. არ მოგცემ როგორ არ ხეზე ასლას არ გასწავლით ნამდვილად. ანუ ნერვიულობა, აი ეს არის ჩემთვის იმდენად რაღაც იმდენად მიშლის ხალხს, რომ რაც თავია ნერვიულობა უნდა მოიხსნათ. უნდა შეეცადოთ, რომ გრძნობა გადმოსცეთ სიმღერით და ემოცია, რაც მთავარია. სწორი ემოცია. სწორი ემოცია და რასაც ზაკი ამბობს, რომ ვიმოძრაოთ სცენაზე. მართლა ძალიან დიდი კი, ძალიან დიდი მნიშვნელობაა, რომ რაღაცა აუყვეთ ამ ჩვენ სიმღერას მოძრაობით და თქვენთვის არის რამე განსაკუთრებული სირთულე, იგივე ჟანრობრივად, ან შეიძლება რაღაცა ისეთი ჟანრი, რომელიც თქვენ გიყვართ. ან არ გიყვართ. პრინციპში ჩემთვის ისეთი სიმღერებია, ყველა რაც ჩემში ჯდება და ძალიან გამიხარდა. ილიასგან გავიყვარ. ილია, შენთვის რა არის მთავარი სირთულე, რა მიმართულებითაც უფრო მეტი მუშაობა გიწევს? სიმღერები რომ დავამუშავე, ანუ ჩემთვის, ანუ ჩემ თავზე მოვირგე, იმდენად რომ ვფიქრობ, უკვე სირთულე, ასე დიდი სირთულე აღარ არის ყოველ შემთხვევაში. განათლება მუსიკალური ორივეს კითხავთ. განათლება მუსიკალური ექსპერტი მაგ დამთავრებული ვოკალური განხრით, საესტრადო ვოკალური განხრით და კიდე სხვადასხვა ბენდებში მღეროდი, ხალხურ ხმებში ალილოში და ასე შემდეგ. მაგრამ სატელევიზიო პროექტი შენთვის პირველი. სატელევიზიო პროექტი ჩემთვის პირველია და ახალბედა ვარ სატელევიზიო პროექტში. აი ხალხურ სიმღერებს ღეროდიო და რატომღაც მგონია რომ მე სხვა მიმართულებისკენ მიყავთ თითქოს ცოტა მომღერლები და ალბათ შეიძლება გაგიჭირდეს მე გაგიჭირდება ეხა JCJ-ის სიმღერა ხალხურის შემდეგ. არა მგონია. არა, იმდენად ბევრ ჟანრში ვცადე ბედიო. ხო, არ ყოფილა რომ კონკრეტულად ესე კონკრეტულად არა. თუმცა უფრო ჩემი თავი ვიპოვე აი ეს პოპ როკში ახლა ეს ჩვენი ქართული ხალხური სიმღერა თავის ყველა კუთხეები რო ავიღოთ იმდენად სრულყოფილია და იმდენნაირია რომ ეს იმხელა სკოლა იქამდე სანამ რომელიმე ჟანრს აირჩევს სანამ დაკონკრეტდები რომ პირიქით უიოლებს მე მგონია არჩევა ჟანრი. მარიამ შენ მე ვოკალის მასწავლებელთან დავდიოდი, იქიდან მაქვს გამოცდილება. რასაკიდან ვერი ხართ? 4 წელი რაც ვღერი. 4 წელი. მე 3 წლიდან ვღერი.
შენოთის მანამდე სიმღეროდი რაღაც სამი წელია მღერს და ის 3 წელი და თაკო მთელი სეზონია მღერის სცენაზე და გადავიდა მე ძალიან კარგად მახსოვს მარიამი რომ მოვიდა კასტინგზე აი პირველივე ნოტი რო აიღო მივხვდი რომ რაღაცა საოცრებას გააკეთებს და მე რაღაც არ გამოვიდა ისე ინერვიულა რომ იტირა და არ მჯეროდა რომ უყურებდი აკადირებს მეთქი აი ძალიან ინერვიულა და იმის მერე აი ერთი სული მქონდა როდის მოვიდო და მერვე ლაივი რომ შემოცვივდი და ესენი დარჩეს ჯამში 3 ლაივი და ძალიან გამეორდები მე იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად უყურებთ ყველა ჩვენს გადაცემას თქვენი იქიდან გამომდინარე რომ ესეთი დაკავებული ხართ მზადებაში 2 დღეში 8 სიმღერა პათოლოგია მითხარები გაბრალდა და ელენე და მუსიკალური პედაგოგი ესე გრასა მნიშვნელოვანი ამ და განსხვავებული ხო ეს 30 წამი არაფერს დიდებით არ უნდა იფიქრო 30 წამს რა თქმა უნდა იფიქრო რომელსაც შემღერ ერთი მთლიანი სიმღერა უნდა აღიქვა დრამატურგიულად და რას გავუსვი ხაზი როგორც ცხოვრება მთლიანი და 30 წამს ამ ცხოვრებაში ისეთივე მნიშვნელობა აქვს ყველა და 30 წამებისგან შედგება მთელი ცხოვრება. ზუსტად ეს სიმღერაც აი ესევე ნაწილია ერთი მთლიანის და ამ ნაწილი ცალკე კი არ უნდა გამოყო, უნდა გააგრძელოს ზუსტად იმ დრამატურგიის ნაწილი, რაც უმნიშვნელოვანესია რა. სიმღერა უნდა შეწყდეს. ძალიან კარგი არის, ასე რომ კარგად დაიმახსოვრეთ და მერე გაგახსენდებათ პარასკევს, როდესაც მოვა 10 საათი. მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია თქვენს იყოთ ძალიან ენერგიულად და დადებითად, იმიტომ რომ მე თქვენ რო გიყურებთ, მე საშინლად ნერვიულობ. აი, როდესაც არის მიმდინარეობს კონცერტი, მე როდესაც ამათ ფუსმე ხოლმე, აი, ვარ ისეთ ემოციებში. მომზადებული და ყველა ეთერში უცა მოდიხარ ჩვენ და მე არ ვიცი ვინ იქნება სუპერფინალისტი. მოგრეთ ჩემგან ფინალის ეკნება სიურპრიზი. ხო, მაგრამ არ ვამბობთ ბოლომდე კი არ სუპერფინალისტი ხარ უკვე შენ და როგორ მიდის ეს ხალხი მზადებ? ეხლა 7-დან გვეწყება რეპეტიციები სუპერფინალისტებს, ძალიან ველოდები და დრო გვაქვს და ანუ 1-2 დღე არ არის და ძალიან მიხარია რომ უფრო კარგად აძლებლობა გაქვს რომ დაისვენო, დაიძინო და მერე ისწავლო უკვე ტექსტი. ალბათ გავითავისებთ სიმღერებს. სასწაულ 25 დეკემბერს ვაჩუქებთ. აი ბოლომდე დავიხარჯებით ამისთვის ასე რომ დარწმუნებული GDS-ის მაყურებლებო მოემზადეთ 25-ში იქნება დღესასწაული. თქვენ ელენე ანუ კიდე უფრო სულ რეჟიმზე გადადიხართ, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ იმ კვირის მონაწილეები უნდა მოემზადნონ პარასკევისთვის, პარალელურად მეორე კონცერტს ამზადებ 25 დეკემბრისთვის ესე გამოდის ეგრე ნუ რაღაც პატარ-პატარა სიურპრიზები ჩვენს გვაქვს ანუ არ მინდა წინასწარო თქო მაგრამ იქნება სუპერ ფინალი ასე რომ მოემზადეთ ის რომ სუპერ ფინალი სუპერ კუპერ ფინალი და ისეთი სუპერ ბუპერ კუპერ სიმღერა თაკოს მომზადებული რომელიც მეც ძალიან მიყვარს და უნდა შეგვისრულოს გითხარი რა სიმღერაა მაშინ Corinne Bailey Rise put your records on მე მგონი ჩვენ მაყურებელსაც განსაკუთრებული ეს სახელი არის კოლექცია და ესეთი ტექსტები გონვალესწავლება მარიამ სტაილიას წარმატება უნდა ვუსურვოთ ჩვენ ხავს რომ ეს არაჩვეულებრივი სიმღერა შეგვისრულო მიუხედავად იმისა რომ ყველა ჟანრი უხდება ეს სიმღერა მგონი განსაკუთრებულად უხდება თაკოს გეთანხმებით და წმონდება მაყურებელიც ამაში გთხოვთ to worry. Summer came like cinnamon, so sweet. Little birds double dutch on the concrete. Maybe sometimes we've got it wrong, but it's alright. The more things seem to change, the more they stay the same. Ooh, don't you hesitate, girl, put your records on.
the roadside. Just relax. Don't you let those other boys fool you. Don't you love that afro hairdo? Maybe sometimes we feel afraid, but it's alright. The more they stay the same, the more things seem to change. Don't you think it's strange? Girl, put your records on. Tell me your favorite song. You go ahead, let your head down. Sapphire and faded dreams. I hope to get your dreams. Just go ahead, let your head down. You're gonna find yourself somewhere, somehow. Twas the more that I can say. Pity for pity's sake. Some nights kept me away. I thought that I was stronger. When you gonna realize, then you don't need to have to try any longer. Do what you want to, girl. Put your records on. Tell me your favorite song. You go ahead, let your head down. Sapphire and faded dreams. I hope to get your dreams. Just go ahead, let your head down. Girl, put your records on. Tell me your favorite song. You go ahead, let your head down. Sapphire and faded dreams. I hope to get your dreams. Just go ahead, let your head down. You're gonna find yourself somewhere, somehow. ძალიან დიდი მადლობა. შენ წარმატება სუპერფინალში, თქვენ ჩვეულებრივ ფინალში და საფინალო სიმღერაში. შევისვენებთ პარასკევს, და დაბრუნდებით რეკლამის შემდეგ.